ეპიზოდ 209 ნოსტალგიორგი სართანია გოგა Coach G Georgian Black Belt ადამია რეაქცია მერაბ დვალიშვილის დომინაცია და GOAT-ის სტატუსი UFC-ს bantamweight-ის ისტორიაში და საერთოდ UFC-ს მებრძოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი უძლიერესი ქართველი პირველი საქართველოში დაბადებული მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გოგა როგორ ახარ ქართველებს გაუმარჯოს ყველა ქართველებს რომ ვიყურებენ აგერ ყველა სადაც ხარ გაუმარჯოს ყველა ქართველებს და გაუმარჯოს მერაბ დვალიშვილის GOAT greatest of all time აბა რა გააკეთა როგორ dominant performance იქონდა ეს ბოლო ჩხუბი ომალისთან რო იყო ეხლა man რა უნდა ვთქვა მერაბის ბოქსინგი ისე გაიზარდა მერაბი თავის skill set-ში და თავის ეხლა stand-up-ი რა მაგარი გახდა რა კარგად არტყამდა ხელებით და ყველაფერს აკეთებდა რა და ომელი თვითონ stand-up-ში კიდე ვერ მოუგო მერაბი stand-up-ი და თლიანად მერაბი უფრო აგზელებს თავის ტულებს და he's still getting better უფრო კარგ ფორმაში გამოდის ყოველჯერ გამოდის უფრო კაი ტექნიკა აქვს იზრდება ამ ყველაფერში კიდე ჩვენ კიდე არ გვინახია ყველაზე კლამასის ევოლუცია მერაბის ჩვენ არ ვიცით რა გახდება მერაბი კიდე ყოველ ჩხუბში ხდება უფრო კარგი ხდება stand-up-ში submission ეხლა მოიგო submission win ეს ამას ქვია ninja choke ქვია ამას ეს Ezekiel Nogi Ezekiel ამოტრიალებული ხო? აქედან ორი მხარედანაც ანუ ეს ხო პირიქით იყო ამოტრიალებულზე რა რომელიც უფრო რთული არის. დაახჩო და არ უნდა და მეტი ომელის მიატოვა რა ტაპაუტი გააკეთა წამიყვანეო სახშიო არ მინდაო ესა ხინკალი მინდა შევჭამოო სახში წასვლა უნდაო. ისე შონომალიზე ბევრი შეიძლება ითქვას რა ძალიან ბევრი რაღაცების შეცვალა ხო აზე ხარ თამაშების ევასებოდა გეიმერი იყო მოწევა ევასებოდა კიდე რაებიც ევასებოდა ხო აზე ხარ ყველაფერს თავი დაანება მე თვითონ walkout-ი ანუ სიმღერა შეიცვალა ხო აზე ხარ I'm proud to be an American ანუ არისო მაგის characteristic ანუ იმას კი არ ვიძახი რომ არ უნდა ამაყობდეს რომ ამერიკელი არის რა ყველა უნდა ამაყობდეს თავის ქვეყნით რა მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა რა ხო აზე ხარ მაგრამ ომალიზე ნაკლებად მინდა ჯერ რა ჩვენ ხო იცი რატო ვართ აქ The Machine ქართული მანქანა ხო და ომელიმ კიდე თავისი ჭიდაობა უფრო ძლიერი გახდა ჭიდაობაში თვითონ ომელი რაც დავინახეთ ამ შაბათს რომ უფრო კარგი დიფენსი ჰქონდა ომელის ჭიდაობის ვარიანტში უფრო კარგად ჭიდაობდა მერაბთან და ნახავთ ხედავ რომ ომელი კიდე უფრო ძლიერი გახდა ბოლო ჩხუბის მერე და მაგრამ მერაბი უფრო ჩქარად მიდის ზემოთ და უფრო ასრულებს ყველაფერს და რა დომინანტი ვინი იყო ესა და ეხლა გახდა 13 win streak-ი აქვს მერაბის ეს არის იგივე როგორც Max Holloway და GSP John Jones GSP Max Holloway John Jones Demetrius Johnson და Khabib და გონი top 5 არის ლეგენდები რა ეს უკვე Anderson Silva legend სტატუსი არის ეს უკვე და მე მგონია რომ მერაბი კიდე მარტო იწყებს მეგონი მერაბი ამას გააგრძელებს შეიძლება მერაბს გამოუვა მე ვაკეთებ predictions ვაკეთებ Gog Stradamus მე ვარ prediction არის მერაბის ექნება ყველაზე longest win streak in UFC history. That's what she said. No, not just she, but they.
იმიტომ რომ მაგას რო აქ ენერგია ძლიერად მუშაობს და არ მიატოვებს ამას და გააგრძელებს მგონია და მე მგონი შეიძლება მაგას ქონდა ეკნება ყველაზე longest in UFC history. მე მგონი 13 ბენტამოიჩი 13 უკვე ისტორიაში ჩაჯდა, ხო? ეს არაფერს არ ქონდა. ბანტამოიჩი პირველი არის, ისტორიაში. კი. ხო, ისტორიაში, მთლიან ისტორიაში ბანტამოიტის ვინსტრიკები მე მგონი მერაბს უკვე ეს აქვს ამ weight class-ში. და ეს არის უკვე რა მაგარი რაღაცა არის. უბრალოდ ისა დაცვა აქვს ერთი აკლია რომ დაცვაში კამრის დაცვაშიც პირველი იყოს ანუ Aljamain Sterling-ს აქვს გონი სამი დაცვა მაგამდე TJ Dillashaw-ს თუ Dominic Cruz ქონდა მგონი არ ვიცი ხა არ უყურებს ზუსტად სტატისტიკას მაგრამ მერაბიზე ყველაზე მაგარი ის არის რომ დაჟე სანამ გახდებოდა ჩემპიონი უკვე შეგეძლო რომ გეთქვა რომ ეგ ყველაზე მაგარი იყო იმიტომ რომ ისეთი სია ისეთი ქსივა აქვს რა ისეთი რეზუმე აქვს ისეთი სახელები უწერია რა და ისეთი გზა გამოვლილი რა რომ უკვე შეგეძლო რომ გეთქვა რომ ხოაზე ხარ ანუ ჯამში არ არის მარტო დაცვები ანუ მთლიანად მოგებები და სახელები არის რა ხოაზე ხარ ჯი ხოაზე ხარ და იცი რა მაინტერესებს ამ ბრძოლაზე რამდენად დარწმუნებული იყავი რა რომ მერაბი მოიპოვებდა გამარჯვებას და ანუ ყველა ვიძახთით რომ არ იმსახურებდა ხო შონომალი დიდად ამ ბრძოლას მაგრამ მე რო არ მოგატყუო რა არავის არ მოვატყუებ მაგრამ ნერვიულობდი მე ყოველთვის ნერვიულობ ხოლმე რა ანუ ჩვენები რო გამოდიან იმიტომ რომ ბრძოლა არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა და შონომალის მართლა ბევრი არ ჭირდება რა ტექნიკა ძალიან ბევრია მაგრამ ერთი თუ დაგაჭირა რა კნოპკაზე რა შეუძლია რომ გაგთიშოს რა და რა თქმა უნდა როცა ესეთ სკილებთან გაქვს საქმე არის ჩემი აზრით რავი სანერვიულო ბრძოლა მაინც იყო რა და ანუ შენ როგორ ფიქრობდი ამ ბრძოლაზე რომ გამოდიოდა მერაბი რამდენად გეგონა საშიში ბრძოლა მერაბისთვის და რამდენად იყავი დარწმუნებული რომ გამარჯვებას მოიპოვებდა და გეგონა თუ არა რომ მართლა ჯონ უდი რო იძახდა რომ მერაბი დაამატებსო ეხლა ფინიშებსო და მართლა რო დაამატა ეს ფინიში ეს იყო ინგლისურად რო იძახიან cherry on top რა ზუსტად ხო მეც კიდე ნერვიულობდი იმაში იმიტომ რომ ომელის ქონდა 8 თვე კიდე უფრო მეტი დრო შეიძლება რომ ანალიზი გააკეთოს თავის გუნდთან როგორ მოუგოს მერაბს როგორ მოუგოს ამას ქონდა 8 თვე და ამაზე შეიძლება გაგიჟებული იყო და ყოველდღე ფიქრობდა როგორ მოუგო ამ ადამიანს ოდე მე მიატოვა თამაში იგი ეგ უფრო სერიოზული გახდა და მე ფიქრობდი კარგი ახლა ჩვენ დავინახავთ ყველაზე მაგარ ომელის რომელისაც 8-9 თვე ფიქრობდნენ მერაბის მოგებას და მე ისინი ნერვიულობდი მაგრამ მე მერაბს ვაძლევდი მაინც 90%-ს რომ მოიგებდა მერაბი იმიტომ რომ პირდაპირ მიდის და მე პროსტა ხო შანსი იყო რომ ომელი მოარტყამ და შეიძლება მუხლით ან კიდე ფეხით როგორც მერაბი შემოდიოდა ტეკდაუნისთვის ეს ყოველთვის შანსი არის ეს MMA იმენი რაღაცა ხდება ეს ყოველთვის არის შანსი მაგრამ მე ისე დამევასა რომ ჩხუბი რო დავინახე რომ ხედავდი მერაბი კიდე უფრო ჭკვიანად ჩხუბობდა ამ ჩხუბში ისე ფეინტებს აკეთებდა მე იმას აკეთებდა ფეინტებს უფრო ძალიან ბევრ ფეინტებს აკეთებდა ფეინტ შესვლა მე დაარტყა მე ამას აკეთებდა ბევრს ოდა მე თუ ვიქნებოდი მერაბის კოუჩის მეც იგივეს ვეთყოდი you have to do feints you have to do fakes you have to set it up თორე შენ თუ ასეთი შეხვალ ტეიქდაუნ შეიძლება მოგარტყას მუხლით ან კიდე მაშინ რო იყო ჩხუბი კინაღა მოახდა შეიძლება კიდე მოარტყა ომელი მუხლით პირველ ჩხუბში შეიძლება მოარტყა ერთხელ არ ვიცი კარგად მაგრამ ახლოს იყო რა მაგრამ მერაბი შენასაც ხედავთ ყოველ ჩხუბში უფრო ტექნიკური ხდება
უფრო ჭკვიანი ხდება, იმით რომ ფენტებს აკეთებს და არ აძლევს უფლებას რომ მოატყან მაგას. და ევოლუცია კიდე მიდის და ეხლა რაც დავინახეთ ომელისთან ასე რომ გააკეთა ეს უფრო მეტ კონფიდენციის მაძლევს რომ გააგრძელებს ასე და ვინ იქნება ეხლა ამისთვის ვინ დარჩა უკვე მერაბს რო ეჩხუბოს შეიძლება სანდჰეიგენი მე შეიძლება კიდე რიმეჩი გააკეთონ უმართან კიდე დენა ვაიტი კიდე ამბობს უმართან რიმეჩის გაკეთება კიდე მაგრამ რაც უკვე გააკეთა ეს უკვე თავის სტატუსის უკვე აძლევს რა დონეზე არის უკვე თქვა ხო და არ მგონია ვერავინ ვერ გააჩერებს მაგას ბევრი წელიწადებით პირდაპირ ანუ ეხა ყველაფერი რაც არის უკვე არის ბონუსი, მართლა ბონუსი არის რა. ანუ მერაბის შეეძლო უკვე რო კარიერა დამთავრებული ქონოდა და ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი და ლეგენდარული ქართველი მებრძოლი რა. არა მარტო ქართველი ბანთამვეიტში UFC-ის ისტორიაში. და ანუ ეხლა ყველაფერი რაც არის უფრო ზედმეტის სახელის გადიდება ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა მერაბის ლეგასისთვის რა და ეს არის ძალიან მაგარი უბრალოდ რამდენად რთული არის რა ეხლა მართლა ახალგაზრდა არ არის ეხლა ამ სპორტში რა 35-ის გახდება მგონი თებერვალში თუ იანვარში არის დაბადების დღე მერაბის და ეს ასაკი ბანთამვეიტისთვის და უფრო მსუბუქი წონებისთვის უკვე იქ არის რა ზემოთ რა ხო აზე ხარ და ანუ რამდენად რთული არის რომ როცა ტიპიურად არ ახარ ფინიშერი გოგა coach ტიპიურად ფინიშერი არ ხარ და ესე გვიან რომ თითქოს რაღაც იღვიძებ და აკეთებ ისეთ რაღაცას მართლა რომელიც ტიპიურად არ არის შენ სტილში ეს რამდენად მოულოდნელი არის და ყველა იძახის რომ მერაბი უნდა შეიყვანოთო იმაშიო ლაბორატორიაშიო რა და გატესტოთო ეს ვინ არისო რა ხო და ანუ რა ხდება რა ეს DNA არის თუ რა არის ესეთი X factor კომბინაცია არის ეს არის კომბინაცია ჩვენ აღარ მაგარი გენეტიკა გვაქვს საქართველოში ჩვენ რაც ვართ ყველაზე კარგი ატლეტები ოლიმპიადში ჭიდაობაშიც ჯუდოსთვის მე კიდე წონ weightlifting შტანგებს რო იმას აკეთებს powerlifting-ის კატეგორია რო არის ქართველები კიდე ამ arm wrestling-ში ჩვენ კაი გენეტიკები გვაქვს ძალოსნობის ფიზიოლოგია გვაქვს strength sport combat sport ხო ამის ზემოთ მერაბი კიდე he's a hard worker ძალიან ძლიერად მუშაობს. და ყოველთვის არის დარბაზში და დღის განმავლობაში შეიძლება 5-6 საათი აკეთებს ტრენინგს. და თვითონ დააფასა ეს რომ ბოლოს რო ქონდა ინტერვიუ და არა მე ნორმალური ადამიანი ვარო, მე რა თქვა, მეც კიდე ვიღლებიო, მაგრამ მე მუშაობ, ყოველდღე მუშაობ და უფრო ყოველდღე პუშის აკეთებ რა. და ამის გოლისთვის არის მე მგონი რომ ჩვენი გენეტიკა ერთად რომ hard work ეს ადამიანი მუშაობს მაგრამ რომ მუშაობს ძალიან ბევრი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სპორტში და MMA-ში და რაც გინდა რა ცხოვრებაში ვაფშე ყველა ქართველებს რასაც ჩვენ გამე თუ გვინდა ცხოვრებაში და თუ რაღაცას გაკეთება გვინდა უნდა ჩვენი ჭკუა და მეორე მხრივ მუშაობა, მაგარი მუშაობა და ყველაფერი შეიძლება ბატონო. ყველაფერი გაკეთება შეიძლება, ჩვენ ასეთი ადამიანები ვართ. და გოგა რა იყო იცი, აი სანერვიულო რაც გქონდა ჩვენ, ანუ რომ ელოდები რომ როგორ წავა, მაგრამ თვითონ ბრძოლა რო დაიწყო, აი დიდად სანერვიულო მგონი არ მოუცია რა, აი გეგონა თუ არა რომ ისეთ სიტუაციაში მოხდა მერაბი ამ ბრძოლაში რომ ძალიან საშიში მომენტი იყო ან წაართვა ბევრი მომენტი შონომალი ან მიცა რაუნდი მე ვფიქრობ რომ აი ყველაზე ადვილი იყო ის დრო იყო რთული რომ ელოდები ამ ბრძოლას მაგრამ ბრძოლა რო იწყება მერაბი რო შედის ანუ
ისე ასრულებს, რომ რავი, რა მე მგონია, რომ რომელმა იმან ჯაჯმა მიცა შონომალის ერთი რაუნდი, არ ვიცი რა, მართლა არ ვიცი, მაგრამ ну, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ის ვიყოთ რა, მიკერძოებული biased, მაგრამ რავი რა, ისე ჩაატარა ყველაფერი რა, თან striking-ი აჩვენა ძალიან მაგარი. ანუ შონომალი ყავდა ისე უხერხულ სიტუაციაში ვიყავდა შონომალი მგონი თვითონ თავის ტვინში იყო უკვე დამარცხებული რა, რამდენჯერ დაეცა ჯერ საერთოდ შონომალი რა. თუ გახსოვს, თვითონ დაეცა, მერე კიდე მომენტები იყო კლეტკებზეც მოკიდა ხელი, ეგ იცოდა, მანამდეც ჰქონდა რაღაც ანუ არალეგალური მომენტები. და საერთოდ უცნაური ღამე იყო რა, თავი და მერაბი რო გამოვიდა, გახსოვს ისა barriers რო ჩამოვარდა და ხალხი რო გადმოვარდა კინაღამ რომ მიარტყეს. მერაბას და ვიღაცა ხო, ანუ გამოსვლის დროს ისა barrier როგორ არის რა, barrier ანუ კედლები გვერდზე ხალხი სადაც არის რა, ის ჩამოვარდა ერთ-ერთი რა. ხო, აზე ხარ. და კინაღამ მერაბი გაიტანეს რა. და ვიღაცამ თქვა კომენტში რომ აზე ხარ რომ მერაბს ჯერ ჩხუბი არ დაუწყია და უკვე significant strike-ებია ჩატარებულიო რა. მოკლედ ძალიან მაგარი ღამე იყო რა, ეს ძალიან მაგარი ღამე იყო. კი ვიძახდი თავიდან რომ ეს ბრძოლა არ არის რაღაც დიდი ჰაიპი და რაღაც იმიტომ რომ არ იმსახურებს შონომალი, მაგრამ ბოლოს ეს იყო რავი ყველაზე მაგარი მომენტი. მერაბმა გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გააკეთებინა და ხუთიანზე და გვასახელა ძალიან და მე მაგრა ვამაყობ რა. ანუ მისი შესრულებით რა. ძალიან მაგარი იყო რა. ნახდათ. გაუმარჯოს მერაბ, ხოჩახ ძმაო, ხოჩახ. ასე არის და ეს არის ნამდვილად ლეგენდური ისტორია არის მერაბის ცხოვრება და ყველაფერი და ეს არის კიდე inspiration-ი არის ყველა ქართველებისთვის, რაც შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერის გაკეთება შეგვიძლია. просто უნდა მივახციოთ ყველაფერს და უნდა never give up, არადროს არ დანებდე. Never give up. არ დანებდე. მოდი ჯორჯ, შევახსენოთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ Fight Hop podcast-ი, არა მარტო YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, გამოიწერეთ, მოგვეცით 5 ვარსკვლავიანის შეფასება და ჩვენ ვეცდებით, რომ გავიზარდოთ თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფასო არის, ერთი ღილაკის დაჭერა, ერთი წამიც არ ჭირდება მგონი რა და ყოველ კვირა ერთხელ ან ორჯერ მაინც ვეცდებით, რომ ვიყოთ თქვენთან. Shout out to my boy Romeo 50 Centeradzე, გამოიწერეთ მისი არხი. და რა თქმა უნდა Georgian Black Belt, შენ ხარ ერთადერთი, რავი, რამდენი ქართული შავი კამარი არის BJJ-ში, არ ვიცი, მართლა თიძე არის ჩამოსათვლელი, ხო? ბატონო და Muay Thai crew, ეს არის Muay Thai-ის შავი კამარი არის კიდე და ორივე martial art-ი ძალიან მომწონს და ჩემი YouTube-ი არის კიდე Jupiter MMA, YouTube-ი მე კიდე იქ ტრენერებს ვდებ და ტექნიკას ვდებ და self-defense-ის რაღაც ვიდეოებს კიდე ვდებ იქ. მაგრამ ძალიან მიყვარს martial arts-ი და მე ძალიან მიყვარს რომ ხალხი ტრენინგს აკეთებს და ხოდა ძმაო, პატარა დავალება ამ კვირაში მერაბის გამარჯვების სახელით ეს ninja choke-ი ოღონდ ამოტრიალებული გვაჩვენე რა. მაგარი იქნება დავიყოთ ჩვენ. ნარდ, კარგი იქნება. Good idea. უნდა გავაკეთო ეს. Yes. Aber hey. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod. Yeah.